ანუ ხელისუფლებაზე ვინც არ ვისაუბრებ, იმიტომ მგონია უსაგნოა ეს საუბარი. ჰიპოთეტურად აი როგორ უნდა იქცევდეს. ანუ ზუსტად ვიცი როგორც პოზიციონირებს საქართველოს ხელისუფლება, მე არ ამგონია რომელიმე ჩვენ მაყურებელს შეიძლება ვიღაც ეჭვი ეპარება, თუმცა ჩემთვის ეს რთული წარმოსადგენელი არის, არ ამგონია ვინმესთვის კითხვის ნიშანი არსებობდეს, როგორ პოზიციონირებს საქართველოს ხელისუფლება. იმისთვის ვისაც ეს კითხვის ნიშანი არსებობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ მგონია რომ ეს კითხვის ნიშნები უნდა გამქრალიყო უკვე ანუ საქართველოს ხელისუფლება პოზიციონირებს ისე როგორც პოზიციონირებს რუსეთი დაუშვათ ანუ არის პრაქტიკულად გადასული რუსეთის ორბიტაზე ყოველ შემთხვევაში ალბათ რიტორიკითაც და ქმედებებითაც ეხლა დაბნეულობასაც შეეხება ბუნებრივია ეს ანუ ქართული პოლიტიკური სპექტრი არ არის აქ მარტო ყველა დაბნეული არის და დაბნეულობა გამოიწვია ერთმა რამ ანუ აქამდე ყოველ შემთხვევაში ყოველთვის იყო და ალბათ თქვენს მოგისმენიათ ხშირად რომ როდესაც პრეზიდენტ ტრამპზე საუბრობდნენ ყოველთვის იყო საუბარი რომ უნდა რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ გავუმიჯნოთ პრეზიდენტ ტრამპის მეც ვამბობდი ამას ხანდახან ხოლმე მეც ვცდილობდი და უშუალოდ მეც ვქონდა ეს და რაღაცა პრეზიდენტ ტრამპის რიტორიკა რომელიც ვთვლი რომ ყოველთვის დამაზიანებელი არის მაინც ანუ ეს ანუ რიტორიკის რაღაცნაირად ნიველირებას არასოდეს არ ვთქვი მაგრამ უნდა დაგვემიჯნა რიტორიკა და ქმედებები და ყოველთვის უფრო დიდი ყურადღება მივექცია ქმედებებზე და ის ხალხი ვინც ამაზე საუბრობდა ყოველთვის მოყავდა ხოლმე მაგალითად თუ გახსოვთ ანუ დაუშვათ იგივე საქართველოსთვის უკრაინისთვის ჯაველინების გადაცემა და ასე შემდგომ ხო ანუ რაღაცნაირად ის ქმედებებით ყოველთვის იყო უფრო მხარდაჭერი ვიდრე სხვა წინა ადმინისტრაციები თუმცა ეხა გარკვეულწილად უკვე ტრამპი ეს პირობითაც რომ ტრამპი ორი რო დავარქვათ ხო ის უკვე ახალ მოცემულობაში ჩვენ დავინახეთ რომ ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა და ეს არის ქმედებებიც და ერთ-ერთი ესეთი ქმედება მაგალითისთვის რომ მოვიყვანოთ შეიძლება დიდი რაღაცა ესეთი დიდი პოლიტიკური ცვლილების გამომწვევი არ იყო, მაგრამ ძალიან ნიშანდობლივი იყო. ეს იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიცემული ხმა. მე არ მახსენდება, არ ვიცი შეიძლება ვცდები ვინმე თუ მოიძიებს ძალიან ყველას ძალიან დაგვეხმარება, მე არ მახსენდება რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეცა ხმა მისი ყველა მისი მოკავშირის წინააღმდეგ და დამდგარიყო ისეთი ქვეყნების გვერდზე, როგორიც არის უშუალოდ რუსეთი, ჩრდილო კორეა, სუდანი და ასე შემდგომ, ხო? მე უშუალოდ ვარ რომ ტრამპმა ხოთქვა ზელენსკის რაღაცნაირად არბიტრის როლის მორდა. ჩინეთმაც კი თავი შეიკავა იმ რეზოლუციაზე ხმის მიცემისგან. ასე რომ ბუნებრივია მთავარი კითხვის ნიშანი დღეს მაინც არსებობს არა მხოლოდ საქართველოში ამ მხრივ მე ვთვლი რომ საქართველოს მიღმაც მთავარი კითხვის ნიშანი დღეს არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იქნება პრეზიდენტი ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია ჩართული ან გარანტორი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის. და აი რამდენად შესაძლებელია თუ ესე არ მოხდა, ხო, მაშინ ბუნებრივი არის ჩვენ პრაქტიკულად ნახავთ მთლიანად მთელი ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მთლიან ჩამოშლას და ახალი სისტემების შექმნას.